კიდევ შემოგიერთდით მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. რაზე მინდა გელაპარაკოთ, იცით მეგობრებო? ანუ ჯვართან დაკავშირებულ ამბებზე ხომ შემოვიდა შენიშვნები ჩემთან. და ამ შენიშვნებს მინდა უპასუხო, რა თქმა უნდა, თავისთავად შემოვიდა კიდევაც მადლობები და ასე შემდეგ. და აი ამას მინდა უპასუხო რა, მეგობრებო, შემომიერთდით მანამდე. მინდა გითხრათ, რომ სარკეში ჩავიხედავ და ლამაზად მაქვს თმები, ჩავიხედავ ეკრანში და არ მაქვს ლამაზად თმები და რა ხდება არ ვიცი. მოკლედ არ ვარ ფოტოგენური, მართლაც გამარჯობა, მოგესალმები, სალომე, მე მგონი სალომე ხარ, ხო? ზუსტად არ ვიცი რომელი ხარ, ხო? აი სალომე, გიცანი. სალომე, მოკლედ ესე იგი, შენი დავიწყებ საუბარს. შემოვიდა ესე იგი შენიშნები, რომ თუ კი მე მექნებოდა რამე პრეტენზია. ლაივით კი არ უნდა მიმდგარიყავი ჯვრის მონასტერს და კონკრეტულ ეკლესიას, არამედ უნდა მიმდგარიყავი იმ კონკრეტულ პირებს, ვისაც ევალებათ. ეხლა მე მაინტერესებს შენ კითხო სალომე პირადად, შენ როგორი დასკვნა გამოიტანე? ის რომ მე ლაივით ჩავრთე, იყო თუ ეს არ იყო მართებული ჩემი მხრიდან? ანუ შენ ას ფიქრობ, იყო თუ არ იყო ეს მართებული ჩემი მხრიდან და თუ იყო ჩემი მხრიდან მართებული, რატო იყო მართებული? თუ არ იყო მართებული, ისიც იქნებ მომწერო სალომე, ან კიდევ რამდენიმე შემომიერთდა, აი აქ ვნახავ ახლა რამდენი შემომიერთდნენ და ყველას გეკითხებით რა. შენიშვნა, რომელიც მომწერეს პირადში, ჯვარზე არ უნდა დამდგარიყავი ლაივით და უნდა გადამეღო, თქვენი აზრით იყო თუ არა მართებული. ეხლა ჩემი აზრსაც გეტყვით, ანუ ჩემი აზრითაც გეტყვით, რატომ ვთვლი რომ ეს მართებული იყო რა ჩემი მხრიდან და იქნებ მე თქვენს გამოთქვა თქვენი აზრი. ეხლა მარტო ჩემი აზრი ხო არ არის აქ რა, მნიშვნელოვანი არის თქვენი აზრიც. და იმ ადამიანების აზრიც, ვინც კონკრეტულად გამოთქვას პრეტენზიას იმაზე, რატომ დავადექი თავზე ჯვარზე იმ პირებს და რატომ შევარცხვინე პრინციპში. ეხლა მე გეტყვით ერთ რამეს რა. ქრისტე ამბობს ესეთ რამეს. როდესაც ერთ ადამიანს ესაუბრები და არ გიგებს, ანუ ვერ გიგებს, მაშინ უნდა დაიბარო მეორე. და როდესაც დაიბარებ მეორეს და ისიც ვერ გააგებინებს ამ ადამიანს, მაშინ უნდა დაიბარო მთელი საზოგადოება. გესმის? სალომე ამბობს, ჩემი აზრით აუცილებელიც კი იყო ლაივის ჩაწერაო. კი, სალომე, აი მადლობა. ზუსტად მიხვდი, ჩემს მდგომარეობაში შემოხვედი და მაგიტომ მიხვდი, რომ ეს აუცილებელი იყო და რატომ იყო აუცილებელი, იმასაც მოვყვები რა და სანამ მანამდე ვიტყვი, რომ პირდაპირ ესეთ თავზე არავის არ დავადექი მე. მინდა გითხრათ, რომ 3 წლის წინ აღდგომა დღეს მე მივედი პატრიარქთან სტუმრად და ეს ყველამ გაიგო. სულ ცოტა 1 მილიონმა ადამიანმა გაიგო. ქართველმა რა მოხდა იქ. და როდესაც გაიგო ეს 1 მილიონმა ადამიანმა, რომ საპატრიარქოსთან მივედი ჩემი სტუმრობით, ხო? ჩემი კეთილი გულით, კეთილი სურვილებით, მაგრამ 8 საათის ლოდინის შემდეგ და იმას მერე რაც მართლაც იქ რა ვითარებაც დამხვდა და მითხრეს, რომ ესე იგი წადი იქ და იქ ნახე ილია მეორე ნახე იქ სამებაშიო და აქ არა სახშია, მაგრამ არ მიგიღებსო ეხლა და შენ ვინ ხარო საერთოდ და რა ვიცი, გასაგებია შეიძლება მე გავიგებდი იმას, რომ ეთქვათ, რომ პატრიარქი ილია მეორე არის შეუძლოთ და იცით რა ქალბატონო, შეუძლოთ არის დღეს ილია მეორე. ეს არის უკვე ჩემთვის მიზეზი იყო იმისთვის, იმისი რომ მე წამოსულიყავი იქიდან და მე თქვი, კარგი, ადამიანის შეუძლოთ არის და არაფერს არ ვიტყვი რა. ნამდვილად არაფერს არ ვიტყოდი. მაგრამ როდესაც გამოგიშვებენ, იცით როგორ? პასუხს არ გეტყვიან, რატო არ გიშვებენ? რა თქვა ილია მეორემ? რამე განაცხადა ილია მეორემ? ის რომ ნათლულის დედა ნათლულით ელოდება კართან. განაცხადა რამე ილია მეორემ? არ შემოვიდეს, ან შემოვიდეს, თუ არ შემოვიდეს, რატო არ შემოვიდეს, თუ შემოვიდეს, რატომ არ მიშვებთ, ხო? აი პასუხს რო არ გაძლევენ, რა თქვა ილია მეორემ და გიშვებენ 8 საათის ლოდინის შემდეგ სამშვილიან დედას სახლში
და გეუბნებიან, რომ ხვალ იცით სამებაში არის და იქადით და იქ მოინახულეთ ილია. მეორე, ამის მერე მე ვალდებურად ვთვლი თავს, რომ პირდაპირ ვამხილო ის საპატრიარქო, სადაც ქრისტე არ არის. ხვდებით? და ამის მერე, მეგობრებო, როდესაც ჯვარზე ავდივარ და აგერ კინგის დამეთანხმება და დამეთანხმებიან ის მამაკაცებიც, რომლებიც თან მახლდნენ ჩემი მეუღლით ურთ, ჯვარზე ავდივართ და ვეკითხებით იმ მღვდელს კონკრეტულად, რატო ვერ მოხერხდა, როცა დამპირდა ის, რომ გავიტანთო ჩვენო ამ დახცო, მაშინ არ გადავიღე, მეგობრებო, ლაივი. არ ჩამირთავს ლაივი და თავზე რომ დავადექი იქ და რომ უთხარი რომ აქ ვაჭრობა რატომ მიდის, მაშინ არც ლაივი ჩამირთავს, არც არაფერი მიკივლია უბრალოდ რომ გამოვედი შემდეგ ვიღაც მამაკაცი, შემცდარი მამაკაცი, რომელიც ფიქრობდა რომ მე ვარ მცდარად, მოვიდა და სახეში მთლიშა და აი ეს ნამდვილად გადავიღე. ხვდებით? და როდესაც უშიშრობა დაგვადგა, იმ მამაკაცს კი არ მოკითხა, მე მომკითხა იქ აურზაური რატო ავტეხე და რატომ შეუშალე ხელი წირვაში მღვდელს, რომელიც პრინციპში მეუბნება, რომ რამდენიმე თვის მერე მეუბნება, რომ მე არაფერი არ შემიძლიაო კაცო აქო ამ დახს მე ვერ გავიტანო, დამეთანხმებიან ის მამაკაცები, ვინც იყვნენ გუშინ წინ, ამას ვერ გავიტანო, ადითო თუ გუშინ წინის წინ იყო, ადით საპატრიარქოში და იქ მოკითხეთ, ხო? რო ვეუბნები ხა მამაკაცს რომ მღვდელს რომ იცით რა არის, ესე იგი საპატრიარქოშიც ვიყავი მე, მაგრამ იქ როგორც დამხვდნენ, გეცოდინებათ ალბათ, უთხარი რომ იქ არ შემიშვეს, ხო, ნუ ეხლა რა გიშველო მეო, ანუ ესეც ვერ მშველის, საპატრიარქოშიც არ მიშვებენ, იქ მედია საერთოდ დაბლუდა და დაყრუდა ამას მაიგნორებს როგორ იცი, აი თან მიყურებს, თან მაიგნორებს. ხო და საქმე იმაშია, მეგობრებო, რომ ეხლა მამაზეცი ხო არ ჩამოვა მართლა და ჩემს დასაცავად ხო არ დაიწყებს რომ ხალხნო მოусმინეთ ამ გოგოს ხო მამაზეციას ხო არ მოვთხოვ მეთქი ჩამოდი და შენ დამიცავ ეგრე არ არის მეგობრებო რაღაცნაირად გავანძრიო ისევ მე ხელი და ისევ მე უნდა გავაშუქო ეს ხალხში რა ხდება დღეს ეკლესიებში ხო ეხლა ვიღაცა რომ მკითხავს მე რატო მივედი იქ და რატო ვამხილე მამაო კითხვა ასეთი უნდა ისმოდეს უფრო რა, რომ რატომ არ აქცევენ ყურადღებას იმ საკითხებს, რასაც ქრისტე გვიბარებს, ხო? აი მაგალითად მოვედი, ვიხილე, ვნახე ვაჭრობა ეკლესიაში. სანთელიო არაო, სანთელის გაყიდვა არ ითვლება ვაჭრობაშიო და იცით როგორ არის, ერთი და იგივე თემებზე ეტყობა 10,000 ჯერ უნდა ისაუბროს ადამიანმა, რომ ამ ჩაკონსერვებულმა ადამიანებმა ოდნავ გამოაყურში შეუშვან ეს ინფორმაციები და გაიგონ თუ მე რა ტკივილები მაქვს ხდები? ანუ იმათ კი არ აინტერესებთ რომ მე დავდივარ, ანუ ხო, საინტერესო ის არის ისინი თვლიან რომ მე დავდივარ ბლოგერობის გამო რომ ლაიქები დავიწერო რა. ანუ თურმე ისეთი არანორმალური ვარ, რომ ჩემი სამი შვილი სახლში დავტოვე, წავედი იქ და ლაიქების გამო იქ ავედი და მამაოს და რატო მაშინ რო არ გადავიღე, მაშინ ლაიქები ვის ჩაეთვალა მაშინ. ანუ მაშინ როცა დავადექი პირველ დღეს და გავაფრთხილე, მე თქვი გაიტანეთ ეს აქედან, იმ დღეს რო არ გადავიღე ვიდეო, ლაიქები დამაკლდა, ანუ მაშინაც ლაიქებისთვის ვაკეთებდი თუ რა ხდებოდა ვერ ხვდები რა. ანუ თქვენ თუ მართლა ესე გგონიათ რომ მე ლაიქების გამო, თქვენ არა ხა ჩემი მსმენელი არა, იზე ხა ახლები ვინც ეხლა მიცნობენ. ლაიქების გამო დავდივარ და მღვდლებს ვამხელ საკითხებში, ხო? იმ მასმერე რაც ილია მეორის კარიდან დაიწყო ჩემს სახლში ტელეფონით ვაჭრობა რომ წიგნები შემესყიდა და მე იქის ალილოს წარმომადგენლობა რომ კინაღა ძლივ ვუჩივლე და ისე მოვიშორე თავიდან ამ საკითხში რომ ვერავინ ვერ მიცავს გესმის სახლში წამოპლაკული მამაკაცები რომლებიც ახრიდან იცი რა გოგონა აი წადი რა და შენ საქმეს მიხედე რა ხვდები სანთელს ყიდით მეც ხო არაფერს აი ესე გამოსდით რა რომ ნუ ქრისტეს წინაშე ხარ რომ წასდგები იცი რა ქრისტე დაიწყებ ვაჭრობას მე მარტო სანთლებს ყიდულობდი ეკლესიაში სხვას კი არაფერს ჩერეს ქრისტე გეტყვის რომ რა სანთელი გითხარი სადმე რომ სანთელი დაანთე სადმე ვთქვი რომელიმე
იმაში წინადადებაში რომ სანთელი იყიდეთ და დაანთეთ და შემომწირეთ და ეს და თან მით უმეტეს ეკლესიაში ივაჭრე გითხარით ეგეთი რამეო? კითხავთ ქრისტე თუ არ კითხავთ? შეიძლება არც კითხოთ და ვაფშე არაფერი არ დაგელაპარაკოთ საერთოდ ეგეთ ხალხს და პირდაპირ მიგითითოთ სადაც თქვენი ადგილია რა ჯოჯოებისკენ სადაც ვაჭრობა და ის მიმდინარეობს ცეცხლში წვა და მართალია შეიძლება არც კითხოთ არაფერი ქრისტემ თქვენ მაგრამ საქმე იმაშია რომ სანამ მე ცოცხალი ვარ ხო და ცოცხალი ვარ მე სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩადით ამ სიტყვაში მნიშვნელოვნად ლაზარეს წარმომადგენლებო და სანამ მე ცოცხალი ვარ ქრისტეს სიტყვას მე ყველგან დავიცავ და საინტერესო რა არის იცით კიდე რომ ესეთი ადამიანები რომლებიც ფიქრობენ რომ სახში უნდა დავრჩეთ ჩვენ მარტო თავმდაბლობით უნდა მოვიპოვოთ სიყვარული და სიმშვიდე იცით რა მე გეტყვით ერთ რამეს რა თავმდაბალი რომ ყოფილიყო ქრისტე არ დაიწყებდა სინაგოგა სიარულს და არ დაიწყებდა იგი იერუსალიმში იმის გადამოყრას დახლის გადმოგრევას რა ნამდვილად არ დაიწყებდა თავმდაბალი რო ყოფილიყო ქრისტე და ვიღაცამ წიგნობარი თუ მეუბნება და მირჩევს რომ ჯობია რომ სახში ვიჯდე და თავმდაბლად ესე მოვითმინო დავითმინო ის უსამართლობა რაც ხდება დღეს ეკლესიებში რომ ქრისტეს სიტყვას ვაფშე აუარეს საერთოდ აუარეს მაშინ ის ძალიან ცდება იმიტომ რომ მას გონია ქრისტეზე აღმატებული თავი და პირველ რიგში ვეტყვი რომ ქრისტე მასწავლის რასაც მასწავლის და ქრისტეს საქციელებით მოქმედებ მეც ზუსტ ერთ-ერთში და მოდი წავიკითხო აქ სალომე წერს სვეტი ცხოველში არსებულ ჯვარს რომ მოხსნა წვეტიანი ქუდი ეგ ბიჭი ლევან ფანცულაია ფსიქიატრიულში განაწესეს და წელიწად ნახევარი იჯდა სალომე აპრობირებული მეთოდია საგიჟეში ადამიანის გაშვება თან ვითომ კეთილები არიან, ციხეს არიდებენ, არა და უარეს უკეთებენ, ფრთხილად უნდა იყო, ამიტომ ვიდეო მტკიცებულება კარგია. ზუსტად სალომე, აი მაგას ვამბობ რა, რომ მე რომ იქ ვიდეო არ მქონოდა, იქ ნამდვილად შეიძლება ისეთი მატყუარები არიან და პირში მატყუებდა ეს მღვდელი, არ ვიცი სახელი არც გვარი, მაგრამ რომ იმასაც იკადრებენ რომ მოიტყონა ტყუილი თქვან რა მე მატყუებდა პირში და ჩემს ზოგს უკან არ მოიტყუებს ანუ მე ნამდვილად არანაირი პირადული არ მაქვს გამღვდლის წინაშე რა წინა აღდეგ რა უბრალოდ ძალიან მაკვირებს ეს აქციელები რომ მღვდლებიც კი ცდილობენ რომ აი ადამიანი რომელიც სიმართლეს საუბრობს პირში ჩასთხარონ თავისი თან მევაჭრებიო გესმის რა სიტყვებს მეუბნებოდა ნახე ნუ მევაჭრებიო აქ დგომასო ხვდებით რა გაიგებდით იმ სიტყვა ვაჭრობას რა იქ ხო ლაივი წყდებოდა და ზუსტ კონტექსტში ვერ გაიგებდით იმ რატომ ითხრა ეს ვაჭრობა და ეხლა გეტყვით ზუსტად რაზე მეუბნებოდა ვაჭრო ნუ მევაჭრები აქ დგომასო იმიტომ რომ მე ვუთხარ რომ აქ ნებისმიერი ადამიანის დგომა შეიძლება და არავის განწესებულება არ აქვს არავის უფლება რომ აქ დგომა ამიკრძალოს რა ნამდვილად არავის არ აქვს უფლება რომ ამიკრძალოს საკურთხეველში კი არა და საკურთხევლის გვერდით მარჯვენა ფრთაში ეკლესიაში დგომა და ერთი სიტყვით ამ საკითხზე რომ დაუწყე დავა ამას დაარქვა ვაჭრობა და შემდეგ გაიქცა თავის მრევლთან და ამოეფარა ფარას, ამოეფარაო, ნახე რა საინტერესო სიტყვაა. მის ფარას ამოეფარა, გესმით? ამოეფარა. და მისმა მრევლმა მე ესე დაიწყო როგორც იციან ხოლმე რა, რომ თვალმაცერად რო გიყურებენ, რომ აი საწყალი, შეპყრობილია და ესეთი რაღაცეები რო იციან ხოლმე რა და საცოდავი ვერ დაეტევა სახში ქალი, წინ თავსაფარი გაიკეთოს მაგ საცოდა. აი ესეთი სიტყვები პირდაპირ გესმის რა ყურში, ესეთი მრევლია რა და სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ მე დავაფიქსირე მანდ ჯვრის მონასტერზე არიან უმრავლესობა დედით იუდეველი, მამით ქართველი. უმრავლესობა. ანუ ხვდებით სად გვაქვს საქმე, ანუ რა საკითხთან გვაქვს საქმე. თვითონ ის მღვდელიც ვინც ირავს, ისიც იუდეველი არის, ესე ვთვლი იმე, იმიტომ რომ
მისი გამომეტყველება, მისი გამოხედვა, მისი ყველანაირი ნაკვთი არის იუდეური ნაკვთი და არა მე არ იუდეველების წინააღმდეგ კი არ ვარ კაცო, უბრალოდ მე ვამხელ მათ რა და ამიტომ თუ სამხელია უნდა იმხილოს რა. ხო და ეხლა მეორე იმაზე გადავალ რა, რომ რატომ მეორე საყვედურზე რატომ არ ვაქტიურობდი მე ამ დღეების მანძილზე, რომ იქ სვეტი ცხოველი რა არის, ჯვარზე ავდიოდი და გახსოვთ მე რომ გავაცხადე, მე რომ ყოველდღიურად ეხლა არ გამიცხადებია, რომ ჯვარზე ავდივარ, ჯვარზე უნდა ავიდე, ჯვარზე უნდა, მაგრამ ხშირად ვამბობდი, მაგრამ ბოლო დღეებში მე სპეციალურად დავაპაუზე ის საკითხი, რომ მე ამაზე რეკლამა გამეკეთებინა და ეხლა გეტყვით რატომ მეგობრებო რა. ის ხო ვთქვით, რომ ლაიფი ჩემი ერთადერთი დაცვა არის, რომელიც დამიცავს და მტკიცებულება იმის, რომ რა ხდება, სადაც მივდივარ, იქ რომ არაფერი ჩირქი არ მომცხონ, სხვანაირად და ტყუილების თქმა არ დაიწყონ ჩემზე, ხო? ეგ ერთი და ეხლა მეორეს გეტყვით რა. ზოგიერთ ადამიანს გონია, რომ მე უნდა ვიყო წინამძღვარი, გესმით? ანუ, ნახეთ, ჩემი პოზიცია, რადგან მე ლაივებს ვწერ, რადგან მე ხალხს რაღაცა გონებას უნათებ სხვა მხრივ, აი იმ მხრივ, რა მხრივაც ქრისტე ანათებ და გვაძლევდა ჩვენი ინფორმაციებს, გონიათ, რომ ესე იგი მე მაქვს ეს პოზიცია მორგებული, რომ მე ვარ ვიღაცის ყოჩი, ანუ ვიღაცა საზოგადოების ყოჩი, რომ მე წავუძღვე წინ და ისინი გამომყვნენ უკან. და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან მცდარი წარმოდგენა ჩემზე, იმიტომ რომ არც არავის ყოჩი არ ვარ და არც არავის თხა არ ვარ. თხა მიუძღვის ფარას წინ და ყოჩი მიუძღვის ფარას წინ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მეგობრებო, ჩემს გვერდით ვინც დგას და იქ ვინც ამოვიდა, ხო? იქ ვინც დადგა ჩემი რეკლამის გარეშე, რამდენჯერ გაგიცხადოთ? 1, 2, 3, 10 არ უნდა იყოს ადამიანს რომ გაიგოს და დარწმუნებული ვარ 3000 ადამიანის ყურამდე მივიდა, რომ 21-ში, 22-ში და 23-ში იქ ვარ, ხო? ამაზე რა თქმა უნდა მეტი ლაპარაკი და მეტი რეკლამები, მე პროპაგანდას კი არ ვეწევი, რომ ეხლა შევკრიბო იქ ჯარი და აბა დავესხათ ეკლესიაზე. არა, მეგობრებო, მე ვთქვი, რომ დამიძახა იქ ღმერთმა, იქ ვარ. ვისაც ჩემი გაცნობა სურს, იქ ამოვა და გამიცნო, ვისაც გაცნობა სურდა. იქ ვინც მოვიდა, ყველა ღვთის ხალხი იყო. ვინც არ მოვიდა, ეგ უკვე მაგათი საქმეა რა და არავითარ შემთხვევაში მე ხალხს არ დაუწყებ ახლა მოტივირებას, რომ წავედით ხალხო, შევირაზმოთ, აბა დავცხოთ. ნებისმიერმა ჩემმა მსმენელმა თვითონ უნდა იცოდეს რა არის გასაკეთებელი რა. ნებისმიერი ჩემი მსმენელი თვითონ უნდა იყოს ყოჩიც და ვარდიც. ხვდებით? ანუ ყოჩი ვარდი. თვითონ უნდა ბოდიშით. თვითონ უნდა შეეძლოს აზრის გამოტანა. ჩემი ნალაპარაკების გააზრება ისე რომ მე არ დამჭირდეს ახსნა. ეს არის ანი და ჰოე რა. ეს არის ანი და ჰოე, რომ მე არავისე მაღლა არ ვდგავარ და ჩემზე მაღლა არავინ არ დგას. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. გესმით? აი ერთნი ვართ ღვთის წინაშე. ჩვენ ვდგავართ ყველა ღვთის წინაშე. არის ეს კაცი, არის ეს ქალი, ბავშვი თუ მოხუცი, წვერებიანი თუ მოპარსულ წვერებიანი. ეს ჩემთვის ნიშნობას არ წარმოადგენს, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებებია, მე ამ ადამიანზე რა შთაბეჭდილებებს შევიქმნი, მაგრამ მე არავის არ დაუწყებ იმის ახსნას, რომ იქ უნდა ვიდგეთ ამიტომ და იმიტომ. მაშინ თქვენ თქვენ თუ ესე ფიქრობთ, რომ მე თქვენ უნდა мотивაციას გაძლევდეთ რაღაცის, ხო? ნამდვილად მცდარი წარმოდგენა ქონიათ ჩემზე რა. მე არ უნდა გაძლევდეთ თქვენ мотивაციას. თქვენ თვითონ უნდა იყოთ мотивაცია. თქვენ თვითონ უნდა გიხაროდეთ ის, რასაც აკეთებთ. თვითონ უნდა წვეტდეთ იმას, რასაც წვეთ და თუ მე გავაცხადებ რაიმე საკითხს, რომ აი 21-ში, 22-ში და 23-ში იქ ვარ და თქვენი ინტერესი გაჩნდება ამისთვის, რომ რატო ვარ ნეტა იქ, მიხვიდე და ნახო.
ეს შენზეა დამოკიდებული, თორემ მე შენ არასდროს არ დაგიწყებს წამო თოქს არ მოგაბავ და წამოგათრევი იქ იმის არ აგიკიდებ რა, არ აგიკიდებ. ხვდებით? და ვისაც აკიდება სურს, ჩემთან ბოდიშით მე ვერ ავიკიდებ ვერავის ზურგზე. ჩემთან ყველა თავის ფეხზე დგას, სრულყოფილი თვით დაჯერებული ადამიანია, თავის აზრებში გარკვეული და ჩემს გვერდით ვინც იდგა იქ, ჩემგან არ უნდა მიიღო მიმართულება რა. მე მიხარო და რომ ვისმენდი იმ ადამიანების აზრს. მე ნებისმიერი თქვენგანის აზრის მოსმენა უნდა მიხაროდეს. იმიტომ რომ თქვენ არანაკლებ ჩემზე უფრო ძლიერი აზრი უნდა გქონდეთ. ჩემზე არანაკლები აზრი უნდა გქონდეთ, ხვდებით? თუ ჩემზე ძლიერი არა, ჩემზე აღმატებული თუ არა, ჩემზე დაღმატებული აზრი არ უნდა გქონდეთ რა. ანუ ხვდებით? რაშია საქმე? ჩემზე დაღმატებულ აზრიანს, ხო? მე ვერ წამოვათრევ, იმიტომ რომ იმას სჭირდება უზომო ენერგია, რომ აი მიდი. წამოდი, აი იმიტომ. არის ერთი ქალბატონი, რომელიც მეუბნება, რომ აი შენ თანადგომას არ აფასებს სათანადოდ. რას ნიშნავს ჩემ თანადგომას არ ვაფასებ, რადგან მე არ მოვედი შენთან და არ წამოგათრიე? ხო? მე შენი თრევა არ უნდა მჭირდებოდეს. შენ თავად უნდა იყო იმის უნარიანი, რომ იქ გაჩნდე, სადაც საჭიროა რა. და მე არ წამოგათრიო, მე არ გაგაჩინო იქ, სადაც საჭიროა იქ რომ უნდა იდგე. ეხლა ვიღაცას თუ პრეტენზია გაუჩნდა, რატომ მაინც თამარი და ნინო და ლალი იდგნენ იქ და რატომ მაინც მათ დაინახეს ის ვარდი, რომელიც მასონურთა ლოჟის ერთ-ერთი სიმბოლოა? ამას მე ნუ მომკითხავთ, რატომ მაინც მე ვიდექ იქ? თქვენ რატო არ იდექით იქ? თქვენ რატო ვერ დაინახეთ იქ? ხვდებით? ანუ თქვენც უნდა შეგეძლოთ ცოტა იმის დანახვა, რისი დანახვაც მე იმას შეუძლია, გესმის? არავინ არ უნდა გასწავლიდეთ თქვენ, მით უმეტეს მე არ უნდა გასწავლიდეთ თქვენ. ყველამ უნდა იცოდეთ თქვენ ქრისტეს სიტყვა და ქრისტეს სიტყვას ვინც იცნობს, მე რომ მომისმენს, იცი უბრალოდ რა იქნება მისთვის? დასტური იქნება, მეტი არაფერი. მოწოდება კი არ იქნება, დასტური იქნება იმ აზრების, რა აზრებიც თვითონ გაუჩნდა. ამიტომ მე სადაც ვდგავარ, იქ ვდგავარ, მე ხალხს არ ვკრებ. მე ვამბობ იმას, სად ვდგავარ, რა მაქვს, რა თქვა ღმერთმა, მაგრამ მე იქ ხალხს არ წამოვათრევ და არ ვეტყვი, რომ აი ახლა აქ ვდგავარ, იქ მივიდეთ, იქ ვდგავარ, იქ მივიდეთ, იქ ჩავქოლოთ ის ხალხი, იქ ვამხილოთ ის ხალხი. ხალხო, იცით რა გამიხარდა მე ძალიან, რომ მივედი იქ, ამბავი რომ მოხდა, მაღლა ჯვარზე და ჩამოდივართ, მე შევხვდი ადამიანს, რომელიც შემეგება და მითხრა, თამარო, აქ ხარო და ხო მეთქი აქ ვარ, მეთქი იცი სად ვიყავიო, იქ მაღლა ვიყავიო და იქ დახთან მივედი და ვეუბნებოდიო, რომ აი ესე და ესეო, რატო არ ისმენ თუ ამ თამარის სიტყვასო რა? ვა მეთქი გაგიმარჯოს, რომ შენ მართლა მიხვდი, რომ სიმართლეა ის, რაც თქვი, რომ ის დახლი უნდა გამოვიდეს, ხო? ჩემს გარეშე ამ ადამიანმა გააკეთა, გესმის? ის კი არა რომ აი მე დამელო და ჯერ და მე რომ მოვედი და ესე აი მე წაგიძღვებით წინ. არა, ხალხო, რა სიცულელეა? არც მეფობის დრო არის, დასრულდა ეგ დრო. ეგ წარსული დასრულდა, ხალხო. ჩვენ აწყოში ვართ. არც მეფეების დრო არის, არც პრეზიდენტების დრო არის, არც იმეების დრო არის, რა ქვია, წინამძღვრების დრო არის. ეხლა არის ქრისტეს დრო. ქრისტეს დროში ყველანი არიან სულ ცოტა ქრისტეს ნაირები. გაიგეთ, ყველანი რჩეულები არიან. და მე შენ როგორ უნდა, ანუ მე შენ ვერ გიბრძანებ ვერაფერს, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი რომ შენ თუ ქრისტეს ადამიანი ხარ. შენ სულ ცოტა ქრისტეს სიტყვებს იცნობ. გესმი? სკოლაში დავიწყე საუბარი. ასე რომ აბსოლუტურად ანუ არ წარმოდგენა რა მჭირს ამ ცხვირში კაცო. აი ესე გავიმართო, აბა გავიმართო.
აბსოლუტურად არ წარმოდგენას ნუ შეიქმნით ჩემზე, რომ მე უნდა მოტივირება მოგცეთ და მე უნდა ვწერო ლაივები და მე უნდა გითხრათ და მე უნდა გეჩიჩინოთ და მე უნდა აი ესე წამოდით და აი დაგიქირავოთ ავტობუსები. არა ხალხო, მე ხო სახელმწიფო არა ვარ, არც ერთი სტრუქტურა არა ვარ და არც ერთი სისტემა არა ვარ. მე ვარ უბრალოდ ქრისტეს მოწაფე, გეუბნებით და ეხლა ნებისმიერი ქრისტეს მოწაფე იქ ვინც შემხვდა ის მე საქმეში ამოვიცანი რომ ის ქრისტეს მოწაფეა, გესმით? და ვინც ქრისტეს მოწაფე ჯერ ვერ არის, ხო? იცი რა მოუვიდა? ზოგი იდგა სიდონიასნაირად დაბლა და მერე კვართი ჩაიხუტა და იქვე გარდაიცვალა, ანუ იქ ვერ იყო ჯვრის ჯვარცმაზე. ვერავიდა იქ, ვერ მოახერხა იქ ასვლა. რაღაცა მიზეზების გამო. სიდონიას დედა იქვე ლურსმის დაჭედება გაიგო მაღლა ჯვარზე და დაბლა მცხეთაში იდგა და გარდაიცვალა. იმ წამსვე გარდაიცვალა, როცა პირდაპირ ლურსმის დაჭედება გაიგო ქრისტეში. ანუ ზოგი ვერ მოხვდა იქ, მაგრამ გულით მაინც იქ იყო, ხვდები? და ესეც ითვლება, მაგრამ მე ნუ მომკითხავთ იმას, რომ აი რატო არ გააკეთე რეკლამა და რატო ბევრი ხალხი არ მოვიდა. არც მაინტერესებს მე ბევრი ხალხი, საერთოდ მასა არ არის ძალა. მასაში რო ძალა იყოს, აგერ რა ვიცი, რამდენი ადამიანი გამოვიდა, 70 დღე მიმდინარეობდა აქციები, მაგრამ რა ვიცი, მასაში რო ძალა იყოს, რაღაცას გააკეთებდა. მასაში ძალა არ არის, მეგობრებო, რწმენაშია ძალა. და რწმენა განახებს ადამიანებს, ვის წამს და ვის არ წამს. მეცაც გეტყვით, ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა. არა, არ მინდა, არ გეტყვით მაგას, იმიტომ რომ მე ის ადამიანი ცოტა შერცხვება, მაგრამ არ აუშავს. ხო. მოკლედ, მე ყველგან სადაც ვარ და ლაივს ვიღებ, იმის გამო კი არა, რომ პროპაგანდა გავაკეთო და მე ლაიქები დავიწერო, იმის გამო ვიღებ, რომ მე მტკიცებულება მქონდეს, რომ აქ ეს ხდება და ეს არის ჩემი ერთადერთი დაცვა. ფიზიკურ სამყაროში. ხვდებით? რომელიც იუსტიციის წინაშე, იუსტიციას წინაშე ფაქტს დამადებინებს, რომ აი ესე მოხდა. ეხლა მე რომ მოვყვე იქ სიტყვაზე, ეგრე სიტყვაზე ილია მეორესთანაც მივედი და უთხარი, რომ ზეციურმა ძალებმა გამოგზავნეს მე. სიტყვაზე ვინ დამიჯერა? ეხლა სიტყვაზე მე რომ მიჯერებდნენ, ხო შემიშვებდნენ ილია მეორესთანაც არა? და რომ დავინახე, რომ სიტყვაზე არც ეკლესია მიჯერებს, არც ვითომ ქრისტიანები მიჯერებენ და არც მათი ბრმამრევლი, ავდექით და დავიწყე ეს ლაივების გადაღება. თქვენ თუ დააკვირდებით ჩემს YouTube გვერდს, ნახავთ საიდან იწყება ჩემი ლაივების გადაღება და მანამდე სულ სხვა თემებით ვიყავი დაკავებული და მას მერე რაც ილიას კართან მივედი და ილიას კართან დამაყუდეს იქ და იქ ჯოჯოხეთი მანახეს, მას მერე დავიწყე ეს ლაივების გადაღება, როდესაც ვამხელ ადამიანებს, დიახ. აბა თქვენ რა გონიათ, რამე ეხლა ჩემ მომეხუშტუ რა, საერთოდ ვერ ვიტან კამერის ხელში ჭერას. ოპერატორი მე არ ვარ და არც მიყვარ, არც არასდროს მყარებია ოპერატორობა. მე ვარ რეჟისორი უბრალოდ რა. და რეჟისორს კამერა ხელში ნაკლებად უჭირავს. ასე რომ ჩემო კარგებო, ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ და იცოდეთ რა, თქვენ ყველანი ჩემნაირები უნდა იყოთ, სულ ცოტა რა, ვინც მე ვისმენ და ჩვენ ყველანი ქრისტესნაირები უნდა ვიყოთ. აბაე. ერთ კომენტარსაც წავიკითხავ და მე ემლილი წერს, ვერ იგებენ რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა არის ქრისტეს ცნობიერება, არის ქრისტეს ცნობიერება, რომელიც უნდა მიიღონ, გაატარონ გულში და გააკრისტალონ გული. ამის მერე ხდება გული გონიერი, ცნობიერი, ანუ ყველა მათგანში უნდა მოხდეს ქრისტეს კი ცნობიერების მოსვლა. ნამდვილად გეთანხმები ემლილი. კი, ნამდვილად და ეს უნდა გავიგოთ რა, ქრისტეს ზუსტად მაგაზე იძახა, მეც არაფერს არ იძახდა და მათ მოწაფე მამაკაცებს ეგონათ, რომ აი ხა ეს მეფედ მოვაო და ჩვენ ვიქნებით მისი ვაზალებიო რა, ნაზირვეზირებიო და შეცდები. ასე რომ ნუ შეცდებით ახლა და ამ ჟამს. ქრისტე მეორედ მოსულია და აქ არის ჩვენს ცნობიერებაში.